ნამდვილი ადამიანის მაშველი მასში ზის და ცხოვრობს. ჩვენ ხშირად ვეძებთ დახმარებას გარედან, იქნებ ვიღაც დაგვეხმაროს, იქნებ ვიღაც რაღაც აზრამდე მიგვიყვანოს, იქნებ რაღაც გაგვაკეთებინოს, ყოველთვის რატომღაც გარეთ ვეძებთ დახმარებას. ნამდვილი დახმარება მოდის შიგნიდან, როდესაც შიგნით წვეთს ადამიანი, რომ საკუთარ თავს უნდა დაეხმაროს. რადგან ყველაზე იდეალური მაშველი არის ჩვენს თავში. ყველაზე იდეალურად მას შეუძლია გადალახოს ჩვენში, ჩვენი სირთულეები. ყველაზე იდეალური გასაღებია ადამიანის დახმარებისთვის საკუთარი მაშველი. თუ თქვენ შინაგან მაშველს ვერ ხედავთ და გათიშული გყავთ, თქვენ ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, რადგან მხოლოდ შინაგანი მაშველი წყვეტს ადამიანს დაეხმარონ თუ არა. თქვათ რაღაც პრობლემა გაქვთ და ვიღაც ადამიანი მოდის თქვენთან და ცდილობს რომ დაგეხმაროთ. და ვერ გეხმარებათ. იმიტომ რომ თქვენი შინაგანი მაშველი ვარზეა. თქვენ შინაგან მაშველს გონია რომ თქვენ არ გინდათ დახმარება და ბლოკავს. ვერც შემქმნელი ვერ ეხმარება ადამიანს პირდაპირ. ვერაფერი ვერ ეხმარება ადამიანს, სანამ შინაგანი მაშველი არ გადაწყვეტს რომ ის არის პირველი ადამიანის დამხმარე და შემდეგ სხვანი. ჯერ მოუხმეთ შინაგან მაშველს. განზრახვა ჩამოაყალიბეთ რომ პირველი მაშველი ხართ თქვენ, შემდეგ სხვა ადამიანები. გააღვიძეთ თქვენი შინაგანი მაშველები და გააღვიძეთ განზრახვა. ჯერ უპირველესად თქვენ ხართ საკუთარი თავის მაშველი და შემდეგ ყველა შეძლებს თქვენს დახმარებას, მათ შორის შემქმნელიც.